როგორ დაგეგმა რეჟიმამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, რა მეთოდები და სქემით უსწორდებოდა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეებს, როგორ ძალადობდა სპეცრაზმი დაკავებამდე და დაკავების შემდეგ ახალგაზრდებზე. წამების, ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის ყველა ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისწავლეს. იდენტიფიცირებულები არიან პოლიციელები, ვინც ნაცემი და ნაწამები ახალგაზრდების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს და ვისი ჩვენების საფუძველზეც მშვიდობიანი დემონსტრანტები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. მესამე სექტორმა ცრუ მოწმე პოლიციელების სია გაასაჯაროვა. ნინა მაჩაბელი მუშაობს ამ თემაზე, ის ჩაგორთება პირდაპირ ეთერში გისმენინა. ვიდრე ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე ვისაუბრებთ და იმ პრაქტიკაზე თუ რაც ხდება სასამართლოში, მანამდე უნდა გითხრათ ის თუ რას ყვებიან თავად ადამიანები, რომლებიც დააკავეს დეკემბრის დასაწყისში. ყველაზე მძიმე იყო აქციების დაწყებიდან პირველი 5 დღე, როდესაც მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებს, რომლებსაც აკავებდა სპეცრაზმი, უსწორდებოდნენ სასტიკად. მათ შორის უმძიმეს ფაქტებზე არის საუბარი, როდესაც აყავდათ მაგალითად ლისის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ადამიანებს ემუქრებოდნენ დამარხვით, გაუპატიურებით, ძულებში დამტვრევით. ეს არის უმძიმესი შემთხვევები, რასაც თავად დაკავებულები, ნაცემები და ნაწამი ადამიანები უყვებიან როგორც ადვოკატებს, ასევე ამ ინფორმაციას აწვდიან მოსამართლეებსაც, თუმცა რეაგირება მოსამართლის მხრიდან, სასამართლოს მხრიდან არის ნული. ადამიანები კი, რომლებიც ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ, გარკვეულწილად არ აქვთ განცდა, რომ მათ სასამართლოში, მათ სასარგებლოდ სასამართლოში დადებით გადაწყვეტილებას ვინმე მიიღებს და გაამართლებს და ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლეები უსმენდნენ ამ ადამიანებს, სვავდნენ კითხვებს, თუ ვინ მიაყენათ ეს დაზიანებები, რომელიც ასეთი თვალხილულია. ამის ნაცვლად უბრალოდ მოწმე პოლიციელებს უსმენენ ხოლმე მოსამართლეები და მათი ზეპირი ჩვენებების შესახებ გამოვაქვთ ხოლმე დასკვნა, რომ აქციაზე დაკავებული მოქალაქეები არიან სამართალდამრღვევები, ვიდრე ჩვენ გაგაცნობთ იმ ადამიანებს, იმ პოლიციელების ვინაობას, ვინ არიან ცრუ მოწმეები, რომელიც გამოავლინეს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მანამდე ვნახოთ რამდენიმე ინტერვიუ მოქალაქეების, რომლებიც წარმოუდგენელ ისტორიებს ყვებიან. დაკავებისას რობოკოპებმა კუკიაზე აიყვანეს, ქუდი ჩამოაფარეს და სახისა და თავის არეში ურტყეს. პირის სისხლით ჰქონდა სავსე, ბოთლით წყალი აიღეს და კისერში ჩაასხეს, გაცივდიო. სიტყვიერი შეურაცხყოფებიც მიაყენეს. ნივთები გადაუყარეს. ლუკასთან მყოფი მეორე დაკავებული უმოწყალოდ სცემეს. ეუბნებოდნენ ცოცხ შექმნით ქალებს აგინებდნენ და ამბობდნენ, პირველი ქალები არიან დასაჭერები და ეგენი დაიჭირეთო. ვიგერო ჩემ მეგობარი იყო აქციას. მეორე მეგობარს მივწერე და წავედით ამ ჩვენი ერთი მეგობრის სანახავად. გიმნაზიისკენ რომ გადავედით, უკვე დავინახეთ, რომ მორბოდნენ ეს პოლიციელები და რობოკოპები გამოჩნდნენ. დამეკარგა თვალთახედიდან ჩემ მეგობარი, უკან მოვიხილ ზებრასთან ძირის გდია უკვე და ურტყამენ სახეში აქვს და იმას უთხარი რობოკოპს, ნუ ურტყამეთ, ადეგი დააკავე და გადაიყვანეთ. გამომხედა, გაიქცა და მეორე რობოკოპმა მოკიდა ჩემ მეგობარს ხელი, წამოაყენა და მაგროს მითხრა მე რომ შენ თავისუფალი ხარო და მე ვუთხარი რომ არ არის პრობლემა, მეგობრები ვართ ჩვენ და ერთად დაგვაკავეთ პარლამენტის წინ რომ მივედით, გავართ საუბრობთ მე რობოკოპი და ჩემ მეგობარი, მაგროს მოვარდნენ ის სპეცრაზმელები, ჯერ ჩემ მეგობარს დაუწყეს ცემა და მე დამიწყეს მე ცემა. ოღონდ იქამდე რომ არაფერი არ მოვხდარა, მე რომ დამიწყეს ცემა, გავითიშე ერთხელ, მე მეორეჯერ რომ გავახილე, თვალი თაბრუნე ხვეოდა და სახეში მომხვდა ბატინკი. მესამეჯერ რომ გავახილე თვალი, ვიყავი ჯებირთან მიგდებული. თაბრუნე ხვეოდა, ხელფეხს ვეღარ ვგრძნობდი და საუბრის უნარი აღარ მქონდა. მაგროს კიდე ვიღაცამ წიხლი დამამატა სახეში და მეორემ ზედამხრის მოტეხილობა მაქვს, ხელით ჩამიტეხა ძვალი. ის ისტორიები, რასაც თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ყვებიან, როდესაც ისინი დააკავეს და ცემეს სასტიკად, ეს არის წამებასთან გათანაბრებული წამების ტოლფასი, ასე აფასებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები იმ кейსებს, რასაც ვისმენთ ჩვენ მათ შორის სასამართლო დარბაზებში და აი ამ ყველაფრის ფონზე მოსამართლეები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ნაცემი ნაწამები ადამიანები, რომლებსაც გაუპატიურებითა და დამარხვით ემუქრებიან, სამართალდამრღვევებად ცნობენ, მხოლოდ
მოწმე პოლიციელების ჩვენებებით. ახლა მე 5 საქმეზე გაგაცნობთ მოწმე პოლიციელებს, რომლებმაც სრულ ჩვენება მისცეს სასამართლოს. სრულ ჩვენების მიცემა კი არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბუნებრივია ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ამაზე ინფორმაცია, იმიტომ რომ ისინი სამართალს უნდა იცავდნენ და იცნობდნენ ამ კანონებს. დავიწყოთ პირველი кейსით, ეს არის დავით გოგილაშვილის საქმე, სადაც ორი მოწმე პოლიციელი იყო წარმოდგენილი, გიორგი ჩარეკაშვილი და თორნიკე მენაბდე. ასევე ცნობილი არის, რომ სულხან კიკნაძე და რევაზ წურწუმია იყვნენ სრულ მოწმეები ბეატრис კლიმენკოს საქმეზე. სულხან კიკნაძე არის მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი, რევაზ წურწუმია კი მართლწესრიგის ოფიცერი. დავით გოდერძიშვილის საქმეში არის მოწმე პოლიციელი ზვიად მარგველანი, პატრული ინსპექტორი. შოთა ნარსიას საქმეზე არის ორი სრულ მოწმე წარმოდგენილი სასამართლოში, რომლებმაც მისცეს მოსამართლეს სრულ ჩვენება, ზურაბ ღარიბაშვილი და დავით მარუაშვილი არიან ეს პოლიციელები. თეიმურაზ ბეჟანიშვილის საქმეზე ოთარ გელაშვილი იყო პირი, რომელმაც მოსამართლეს სრულ ჩვენება მიაწოდა. ყველა მათგანის ჩვენებაში აბსოლუტურად არის ხოლმე იდენტური შეცდომები, მაგალითად, როდესაც საქმეზე ორი ან მეტი პოლიციელია წარმოდგენილი, ისინი აცდენილები არიან ხოლმე იმ მონაყოლს თუ როგორ, როდის ან სად დააკავეს კონკრეტული პირი, ვის სასამართლო პროცესზეც ჩვენებას აძლევენ. შემოიფარგლებიან ხოლმე ზოგადი ტერმინებით, რომ იგინებიან მოქალაქეები, რომლებსაც ისინი ვითომ დააკავებენ უმისამართოდ, რუსებს ეძახიან, მონებს ეძახიან და ეს არის მათი მტკიცებით მიზეზი, რის გამოც ამ ადამიანებს აკავებენ. კიდევ ერთხელ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არც ერთ დაკავებულს მოსამართლე არათუ ეკითხება, რა დაზიანებები აქვს ან ვინ მიაყენა მას, არამედ როდესაც ამაზე იწყებენ თავად დაზარალებული ადამიანების საუბარს, ცდილობენ ხოლმე თემის გადატანას და მოსამართლეები ამაზე საერთოდ კითხვას არ უსვამენ სასამართლო დარბაზებში. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ავრცელებენ, მაგალითად ადამიანებს, რომლებსაც აწამებენ თავად მიკროავტობუსებში, რომელიც პოლიციის არის ბუნებრივი, არის გათავისუფლებული სივრცე და ასე როგორც მიკროავტობუსებში, ასევე გარესივრცეში უსწორდებიან მოქალაქეებს. ამის შემდეგ არის დამამცირებელი მოპყრობა და რამდენიმე кейსი არსებობს 500 კაციან საქმეში, როდესაც ვიდეოს დამცირების შესახებ იღებდა თავად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, რომელიც გამოირჩევა სისასტიკით მოქალაქეების დარბევის შემთხვევაში. ის რომ ამ ადამიანებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული და იციან კონკრეტულად, რომ არ დაისჯებიან, ამას ეს სისტემური დარღვევები მოწმობს, ამბობენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ბუნებრივია ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ ასევე როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პროკურატურას ამ ჩადენილ დანაშაულებში. დაკავებულებს სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდნენ, შეჰყავდათ სპეცრაზმის ეგრეთ წოდებულ კორდონში, სადაც სამართალდამცავები სცემდნენ დაკავებულებს, შემდეგ ისინი გადაჰყავდათ ეგრეთ წოდებულ მინივენებში. დაკავების სპეციალურ ავტომანქანაში შიდა სივრცე ისე იყო წინასწარ მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო. მინივენებში პერიოდულად მონაცვლეობით შედიოდნენ სპეცრაზმელთა ჯგუფები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ იქ მყოფ დაკავებულებს, განსაკუთრებით გამეტებით ურტყამდნენ სახის, კეფის, თვალბუდის, ნეკნების, თირკმლის არეში. ცემასთან ერთად სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფურლეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს. ცნობილია შემთხვევა, როდესაც მინივენში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ, სპეცრაზმელებმა შეაგდეს გაზის კაფსულა და შემდეგ დახურეს კარი. დაკავებულებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ მოკლით, გაუპატიურებით სხეულის ნაწილების მოტეხვით. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდგომ სამართალდამცავებმა ის ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკლით და დამარხვით ემუქრებოდნენ. იქ შემთხვევაში ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა. პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები, როგორც წესი, იყო შაბლონური და ფორმალური ხასიათი ჰქონდა, მათში იდენტური ტექსტები გამოიკვეთებოდა, მათ შორის შეცდომებიც იგივე იყო, მაგალითად შეურაცხყოფას არასწორად წერდნენ აბსოლუტურად ყველა ოქმში. ოქმები
სახლებში მითითებული არ არის შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ასევე ტერიტორიაც არის ძალიან ზოგადად მითითებული, ხშირად არის საუბარი რუსთაველის გამზირზე ზოგადად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასე შემდეგ, მაშინ როდესაც ძალიან კონკრეტული ადგილი უნდა იყოს მითითებული ამ ოლქში. მოწმე პოლიციერები არ მოიპოვებენ და საქმეს არ ურთავენ კონკრეტული ფაქტის ამსახველ სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერს. ხშირ შემთხვევაში ისინი საუბრობენ, რომ სამხრე ვიდეოკამერები ყოველთვის მათ ჰქონდათ ყოველთვის გამორთული, დაუმუხტავი იყო, არ მუშაობდა და ასე შემდეგ. საქმეზე 2 ან მეტი პოლიციელის მოწმის არსებობის შემთხვევაში მათი ჩვენებები არსებითად აცდენილია ერთმანეთს და ურთიერთსაწინააღმდეგოა. ცხადია, ამ მასშტაბის ძალადობა ვერ განხორციელდებოდა წინასწარი ორგანიზების გარეშე. გვაქვს ერთნაირი ხელწერა, ერთნაირი ისტორიები, რომელსაც ყვებიან ის დაკავებულები, რომლებიც ამ ტიპის ძალადობას დაექვემდებარენ. რა თქმა უნდა, არის გაცემული ერთნაირი ბრძანება, სად უნდა ცემონ, როგორ უნდა ცემონ, როგორ უნდა მოეპყრან, რა ადგილებზე. ასევე აღვნიშნავ იმასაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გარანტიები მიღებული პროკურატურიდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, რომ არც ერთ ასეთ ფაქტზე არ იქნებიან დასჯილები, დამნაშავეები. შესაბამისად, დამნაშავეებად გვევლინებიან არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ძალადობენ დაკავებულებზე, არამედ ყველა ის პირი, რომელმაც ასეთ ტიპის ბრძანება გასცა. 20 დღის განმავლობაში 500-მდე მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც რუსთაველის გამზირზე პირველივე დღეებიდან იდგნენ და ბუნებრივია, რომლებსაც უნდათ ქვეყანა ნახონ ევროპულ ოჯახში, რომლებსაც უნდათ კეთილდღეობა ამ ქვეყანაში. მათი უმრავლესობა 70% არის ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ისინი წამების მეთოდებზე საუბრობენ, როგორ უსწორდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ როდესაც უშუალოდ აკავებენ და სადაც მედია საშუალებები უკვე ვეღარ ვიღებთ ხოლმე. ამის გარდა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს დაკვირვების შედეგად გამოავლინეს ის მექანიზმი, სქემა თუ როგორ მოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორ აკავებდა ამ ადამიანებს. ხშირად აქციების დაშლის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაფრთხილების გარეშე იყენებდა საპოლიციო ღონისძიებებს და ამის პარალელურად რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებას იყენებდა ხოლმე ერთდროულად, რაც დასაშვები არ არის და რაც საერთაშორისო კონვენციებით არის აკრძალული. მაგალითად, ერთდროულად იყენებდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ გაზის კაფსულებს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭაოს და ხშირ შემთხვევაში ასევე ხედავდით ხოლმე, რომ წყლის ჭაოსში სპეციალური ნივთიერებები იყო ხოლმე გარეული, რაც ბუნებრივია დამაზიანებელია ადამიანების მიმართ, რომლის წინააღმდეგაც ამას იყენებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავდნენ, მწვანე შუქი აქვთ ანთებული იმ უწყებების მხრიდან, რომლებიც წესით დაინტერესებულები უნდა იყვნენ მოძალადე პოლიციელების მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე, თუმცა 20 დღეა გასული, 500-მდე ადამიანია დაკავებული, მათი უმრავლესობა არის სასტიკად ნაცემი და დასჯილია 0 მოძალადე პოლიციელი თუ ეგრეთ წოდებული ტიტუშკა, რომელიც სუსის მიერ არის მართული.